მოვედით გორში, მე და ბატონი ზაზა ვეკუა და ვინახულეთ დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელი გორში, საკრებულოს წევრი ზურა როსებაშვილი, რომელიც მოიხსენებათ ამ წლის 14 იანვარს იქნა ძიმედ ნაცემი ძალიან, მის მიმართ მოხდა სასტიკი ანგარიშწორება ფიზიკური. ჩვენ ახლა ვიყავით პოლიციის სამმართველოში და რათა მათ საქმის კურსში იყვნენ მუდმივად რომ ჩვენი მხრიდან იქნება დაწესებული უმკაცრესი კონტროლი ამ საქმის გამოძიებაზე. იმიტომ რომ გამოსაძიებელი აქ ბევრი არაფერი არ არის, ყველაფერი დევს ხელის გულზე. თავად პოლიციამ ამ საქმის გამოძიება დაიწყო იმ ვიდეო მასალის საფუძველზე, რომელიც დევს ინტერნეტში, რომელიც არის გადაღებული და იქ ყველაფერი კარგად ჩანს, აშკარად, ვინ ცემს ზურა როსებაშვილს, ვინ ურტყამს, პირდაპირ სახეში, ხელებით, ფეხებით, როგორ ცემენ. და რაც მთავარია, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი ხდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე და მოგეხსენებათ, რომ ეს კიდევ უფრო ამძიმებს დანაშაულს, ამასთან ერთად შეიძლება ვინმე თქვას, რომ ჩხუბი ხდება ახლა 14 ეს ამის უკან რომ აშკარად დგას გარკვეული პოლიტიკური სერიოზული мотиваცია ანგარიშწორების, ეს არის აშკარა, იმიტომ რომ იმავე მასალაში ჩანს მუდმივი ლაპარაკი, მე არ მინდა ახლა გავიმეორო ის სიტყვები და ხსენება ქალბატონი ნინო ბურჯანაძის სახელის და გვარის. გაუთავებლად. ესე იგი, რა არის, იცით? ჩვენ იმიტომ არ გვინდოდა ის 9 წლიანი საშინელი რეჟიმი თავისი ზონდერ ბრიგადებით და უბედურებებით, რაც გაგვატარებინეს, რა ჯოჯოხეთიც ყველას კარგად გვაქვს. აი ამის გამო არ გვინდოდა. თუ ეხლა იგივე დაიწყება და თუ ისევ ამ ზონდერების იგივე ყოფილი ზონდერები აკეთებენ ამას. აკეთებენ ჩვენი წევრის მიმართ, ჩვენი წარმომადგენლის მიმართ, აკეთებენ ნინო ბურჯანაძეზე საშინელი აგრესიის გამოხატვით. თუმცა მე მინდა გავაფრთხილო რა. აი მე ირაკლი ბათიაშვილი მინდა გავაფრთხილო ეს ადამიანი. რა თქმა უნდა ეს საქმე იქნება გამოძიებული და დარწმუნებული პასუხისგებაში მიეცემა ვინც პასუხისგებაში მისაცემია. იმიტომ ჩვენ ამას აქამდე მივიყვან. მაგრამ გარდა ამისა მე პირადად ვაფრთხილებ მათ, რომ საერთოდ სიტყვა ბურჯანაძე დაივიწყონ და საერთოდ გაკმინდონ ამაზე, ჩაიკმინდონ ენა რა, ერთხელ და სამუდამოდ. სააკაშვილმა იმიტომ დაამთავრა ცუდად და იმიტომ არის დღეს უკრაინაში თუ არ ვიცი ხან კიდევ სადღაც და ვერ ჩამოდის საქართველოში, რომ აი ესე დაიწყო. მეტად შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა გორში, როდესაც ქართული ოცნება ყოფილი ნაციონალური მოძრაობის ზონდერების საშუალებით უსწორდება პოლიტიკურ ოპონენტებს. მე მინდა გითხრათ, რომ დემოკრატიული მოძრაობისთვის ძირითადად ნაციონალური მოძრაობის წასვლის შემდეგ ბევრად არაფერი შეცვლილა, რადგანაც ისევ პოლიტიკური ანგარიშწორება გრძელდება, ეს მოხდა ძალკაში, ახლა მოხდა გორში, დაფიქსირდა მეტად ცუდი ფაქტი და მინდა გავაფრთხილო საზოგადოება, მინდა გავაფრთხილო ისევე ქართული ოცნება, რომ ჩვენ აუცილებლად ამაზე გვექნება მეტად მკვეთრი რეაგირება.